გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმარი ასევე არ არის პროფესიით რეჟისორი, თუმცა დიდი ინტერესით, შემართებით და ენთუზიაზმით იღებს ფილმებს. მოგესალმებით, მეობით საბაშვილია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. როგორ ხარ? კარგად, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით ასევე. და ხო, პროფესიით არ ვარ რეჟისორი, მაგრამ ინტერესი მართლაც ეს არის სწორედ თავი ნარატივი ჩვენი დღევანდელი გადაცემის. თავი არის ინტერესი ნამდვილად და საქმის მიმართ კეთილგანწყობა ეს ძალიან ნიშანდობლივი საკითხია. რა საკში დაინტერესდით კინემატოგრაფით, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები? გაგრძელეთ. ხო, ასაკი ალბათ ღრმა ბავშვობიდან, როდესაც ნახე როგორ იღებდნენ ფილმებს და ეს კადრის მიღმა ხდება, და მაინტერესა. და პირველი ნაბიჯები უბრალოდ ვიდეოების გადაღება ტელეფონზე, მონტაჟი დავიწყე. მახსოვს ვამონტაჟებდი საფეხბურთო კლიპებს მუსიკაზე, Windows Movie Maker-ში. ხო, კარტოს მუსიკას ადეფიქ მონტაჟს სწავლობ. მე რა თუ გახსოვთ, ძალიან პოპულარული იყო ქართული გახმოვანების ასაცილო. და მაგის გაკეთება ვცადე, ვარჯიში იყო, რომ ფილმი გადავამონტაჟე ისე, რომ დიალოგების ხმები გაუხრე და ჩემი ხმები დავადე, რომ მე გადაგვეხმოვანება და ეგეც ძალიან კარგი ვარჯიში იყო და აი ესეთი დაინტერესებით გზადაგზა მონტაჟს სწავლობ, რაც ყველაზე მეტად გამომადგა და მე უკვე როდესაც დრო მოვიდა, რომ უკვე საკუთარ ფილმზე მომუშავა, ძალიან კარგი იყო, რომ აი ეს დეტალები დროთა განმავლობაში ვინტერესდებოდი, რასაც ვკითხულობდი, რასაც ვუყურებდი, იმიტომ რომ მე როგორც ვამბობ, აი YouTube-ის სკოლა მაქვს დამთავრებული. ხო, პრაქტიკით და ხო, აი ძალიან გამომადგა იქ, იმიტომ რომ მარტო შევძელებ, რომ ახლა ასეთ სამოყვარულო დონბინაზე დაბალ ბიუჯეტებზე ყველაფერს გაკეთება გიწევს, ასე ვთქვა და ყველაფერს შეთავსებად. ხო, როლების და ხო, აი ძალიან დამეხმარა. ამიტომ მე მგონი ნებისმიერ სფეროში, როდესაც იწყება ადამიანი, ცნობის მოყვარეობა არის პირველი რაც გამოწვევს. საერთოდ ფილმებზე არა მარტო ცხოვრებაში ყველაფერს მასწავლებელი, ცნობის მოყვარეობა და ეს ღია გონება და მაქსიმალურად აი რომ ძალობა განვითარება. კი. აი რა შეგძინეთ იმან, რომ გარდა იმისა, რეჟისურით დაინტერესდით, ასევე მონტაჟის სპეციფიკაშიც ეკვეოდით, როცა კომპლექსურია ინტერესი რეჟისორის, ამ შემთხვევაში ალბათ ეს დამატებითი ბენეფიტია. კი, თავისთავად, იმიტომ რომ ფილმს როდესაც იღებს, ზოგადად არის რომ აი თავში ამონტაჟებს უკვე პრაქტიკულად, ხო? და ყველას თავისი მუშაობის სპეციფიკა, თავად რეჟისორი ხარ და იცი, ხო? აი ყველას თავისი მუშაობის სპეციფიკა. ჩემი სპეციფიკა არის რომ ფილმს გადაღებამდე ვამონტაჟებ, ანუ კადრირების მიხედვით, წამები, ყველაფერი აბსოლუტურად არის წინასწარ გათვლილი, ტემპი, როგორი იქნება სცენის, ჯამში თქვა კარგად არ გამოდის. ჰიჩკოკი ამბობდა, მე მგონი, ნეტა ფილმის არ გადავიღო რა, რომ აი ჩაფიქრების დონეზე იმდენად კარგი არის, რომ აღარ გინდა გადაღება, რომ ნებისმიერ ვარიანტში უარესი გამოვა. სულ მოყოფილების გარდა. ხო, აი რაღაც არის და ის წესი რო არის, თუ გინდა 100% მიიღო, 150 დაუმიზნე და რაღაც გადაღების მოედანზეც მასე არის, ხო? და ხო, აი მასე წინასწარ აკეთება მონტაჟი, მერე გადაიღებ, მერე თავისთავად ადაპტაცია, მერე მონტაჟი, სამჯერ იღება ფილმი, ხო? ანუ სცენარის დაწერის დროს, გადაღების დროს და მონტაჟის დროს, ხო და თუ აი ამ ყველა ელემენტში, როგორც რეჟისორი, ერკვევი, ძალიან გეხმარება, იმიტომ რომ ეს დამატებითაც არის გადამღებ ჯგუფს ნდობა აქვს, როდესაც ადამიანს ესმის, რომ აი შენ ამ აი ლიზები იცი, რაღაც აი ოპერატორის დათმის განათება იცი, იქივე ხმასთან როცა ლაპარაკობ, რაღაც დეციბელებში, რაღაცებში ერკვევი, აი ეს ძალიან დობის მომენტი არის, რომ თვითონ ადამიანი რომანი შენთან მუშაობს, გრძნობს, რომ აი ხელშია და საერთოინეს მარტივად. საერთოინეს რაც ძალიან მნიშვნელოვანია გადასაღებამდე ეს კომუნიკაციის ენა უნდა იყოს საერთო. პირველ ნამუშევარს და ვისაუბროთ მოკლემეტრაჟიან ფილმზე გადახდის ბოლო დღე. ფილმს, რომელიც იყო საკმაოდ ემოციური, ვიგრძენი მე როგორც მაყურებელმა, ვიგრძენი ის განცდა, რასაც განიცდის მთავარი პერსონაჟი, ის არის აბსოლუტურად ხელფეხ შეკრება. ხო, აი მოგვიყევით, დავიწყოთ სცენარის წერის პროცესით, როგორ დაიბადა ეს იდეა, განვითარდა სცენარი. სცენარის დაწერის მომენტი, აი, როდესაც ოთარ ქათამაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაბორატორია კონკურსი იყო და როდესაც გავიგე ამ კონკურსის შესახებ, რატომაც არა, ანუ პირობა ის იყო, რომ სცენარს აგზავნიდი და თუ მიიღებდნენ პროდაქშენი ფინანსდებოდა და ეს გუნდი მოყავდა და ანუ ამ ფილმს როგორც რეჟისორი იღებდი. და ეს თავისთავად ასეთ შანსის გამოტოვება სულელური იქნებოდა და დავჯექი და დავწერე სცენარი. ხო, არ არის ეს ისტორია, რომ აი კლასელების შეკრების დღეზე ვიყავი და ესეთი რაღაცა მომივიდა თავში. არა, დავჯექი დავწერე სცენარი. იმიტომ რომ მომეჩვენა რომ პირველ რიგში ფილმს რა უნდა კონდეს, რომ აი
ხალხს აჩვენებ ხო და ხალხში რაღაც გარკვეულ თანაგრძნობას უნდა იწვევდეს ხო და მე ასეთ ისტორიები გვესმის. სამწუხაროდ, მაგრამ გვესმის ხო? და ასეთ ისტორია ჩამოყალიბდა შეიკრა გუნდი, რომელმაც და თავისთავად გიორგი კურასავა ფსევდონიმი. ხო, რომელმაც იდეალურად ითამაშა და აი გრძნობენ ყველა მომენტს იმ რასაც გადის ეს პერსონაჟი და მე მინდა რომ მივისადაგო და ავიღო ეს ჩემი გენიალური რეჟისორობის შედეგია, მაგრამ არა ეს გიორგის დიდი წვლილი აქვს გიორგის ამაში რომ ეს როლი ასე ძალიან კარგად ითამაშა და ეს ფილმი საერთოდ აი შეიძლება თქვა ის ეგოისტური გამომი რომ მინდა რომ მეტმა ხალხმა ანდრო რომ გონია რომ მართლა რაღაც კარგი გამოვიდა YouTube-ზე უყურეთ ფილმს. ნახვა აქვს ესეც მე და 200,000-ზე მეტი ნახვა YouTube-ზე ყოველგვარი ბუსტის გარეშე. და მანიპულაციების გარეშე. ხო, მანიპულაციების გარეშე და კომენტარებშიც რაც ყველაზე მეტად მომწონს კომენტარებში, იმიტომ რომ კი აქვს თავის ნარატივი, თავის თქვა წერტილები ასე რა, მაგრამ არის კომენტარები, სადაც ვიღაცა ბანკებს აბრალებს. ამის მდგომარეობას. არის კომენტარები ვიღაც სადაც სამეგობროს და ანუ ეს არის კარგი. ანუ ავტორის სიკვდილი, ხო? ავტორის სიკვდილი, ხო? ანუ მე იქ ვთავრდები, ანუ მაყურებელი რასაც წვითავს, რაც კანონია მაყურებელთვის, ის არის ნამდვილი. თუ ადამიანი ამ ფილმს უყურებს და გონია რომ აქ მტერი ბანკია, კი ბატონო. всё, ოკეი. არა, სუფლება აქვს ისე არის. თითოეული კადრი და კადრირება საკმაოდ სკრუპულოზურად გაქვს გათვლილი და ამას მივხვდი მაშინ, როცა ფილმიც ვნახე და შემდგომ შემხვდა თქვენს YouTube გვერდზე ვიდეო, სადაც ხსნით, აი რატომ ეს ფერთა გამა, რატომ ეს რაკურსი, აი ამაზეც გვესაუბრეთ. კონცეპტუალური დატვირთვა აქვს თითოეულ კომპოზიციას. ხო. ეგ თავისთავად როგორც თქვი, ეს ჩემი მუშაობის პრინციპია, იმიტომ რომ ეს ტექნიკურად მაინტერესებს, ხო? ანუ როდესაც გადასაღებ მოედანზე მივდივართ, გადახდის ბოლო დღეზე ვითუმეტეს, ჩვენ ყოველთვის ჰქონდა კადრირება, ყოველთვის ვიცოდი კამერას ადგას, განათება როგორია, განათება ფაქტიზე დგება ლოკაციის მიხედვით, მაგრამ კადრი ეს არა მარტო იმისთვისაა კარგი, რომ ყველა ერთ გვერდზე ვიყოთ, ანუ დროის ეკონომიაც არის, ხო? ანუ მივიდივარ და არ ვარკვევთ, ახლა რა იქნება, მერე რა იქნება, ხო და რაც შეეხება თვითონ კადრირებას, ხო, ეს ჩემი მუშაობის პრინციპი არის რეჟისორები, რომლებიც საერთოდ კადრირების გარეშე მუშაობენ. არის რეჟისორები, რომლებიც ხოლმე ჩამოწერილი აქვს რა უნდა გადაიღოს იმის მიხედვით. ნებისმიერი თავისი პლუსი მინუსი აქვს, ხო? თავარი არის ანუ ადაპტაცია გადასაღებ მოედანზე. ახლა მოусმინე, ფილმი გამოვიდა კარატე-კი და ჯეკი ჩანი თამაშობს და ქონდა ჩაფიქრებული რაღაც სცენა რომელიც ჯეკი ჩანი მივიდა, არა, ასე არ გავდა, რაღაც ადგილზე იპოვა სამზარეულოში, ეს თაფშები ასე დგასო და აქ ხარი გავაკეთო, თუ ბაწარი მოიტანო რაღაცა და აი ეს არის ძალიან კარგი, რო ადამიანი მივიდა და ადაპტაცია ადგილზე, აი იყენებ ლოკაციას ყველაფერს და აი მინდა რომ აი მაგალითად ხო აი შემდეგი ეტაპი გადაგებდეს, რომ ეს კადრირების მონა არ ვიყო, ხო, როგორც ასეთ, ხო, აი იმიტომ რომ ეს უფრო აცოცხლებს და ინტერესს აძლევს რა და ხო, ანუ მნიშვნელოვანია მომზადება, მაგრამ ადაპტაციას ძალიან დიდ როლს თამაშობს. Post-production-ზე ვისაუბროთ აუცილებლად, როგორ იქცა უკვე ეს იდეა რეალურად, როგორ შეეწყა ხორცი, მონტაჟი, ოპერატურის ხელოვნებაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ოპერატორი ეს არის ადამიანი, რომელიც რეჟისორის თვალებით ხედავს. იქ თუ არ არის თანხwebdriver ხედვაში, რაც არ უნდა კადრირება იყოს გამზადებული, მაინც დისონანსი გამოდის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კარგად ხვდებოდეს ოპერატორი როგორ დაინახოს. კი, აი გადახდის ბოლო დღეზე ვიმუშავებ პირველად მე და დავით ახმაევმა, ოპერატორმა, რომელთანაც ძალიან მალე აგვეგო საერთო ენა, იმიტომ რომ კარგად გვესმოდა ერთმანეთი, კადრირების მიხედვით, როდესაც დავითი აწყობდა კადრს, ეგ მიზანსცენას, იღრმე ყველაფერი, შევხედავდი, აი იშვიათი იყო რამე მქონოდა შესწორება, ხო, შესწორება რო აი ესე და რამოდენიმე დღეში უკვე ისეთ დონეზე ვიყავით, რომ მე საკუთარ ოთახიდან გავდივდი, დავით მიდი შენით, რაღაც ეგეთი. აბსოლუტური ნდობა. ხო, ნდობა აბსოლუტური და არის რაღაც კადრები ფილმში, რომელიც ჩემი მონაწილეობის გარეშე გაკეთდა და დავითს მე მიწერია, რომ აი ეს არის ძალიან მაგარი. აი გადახდის ბოლო დღეში არის, თუ გახსოვს, როდესაც დივანზე წევს და დახეული ფეხსაც მას აჩვენებს ფოკუსში და მე აჩვენებს ტელეფონზე როგორც ის. ეგ თავისით გააკეთეს. ხო, თავისით გააკეთეს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მე ვთვლი, იმიტომ რომ კი მე ვარ მეფე და ისა როგორც რეჟისორი, მაგრამ ადამიანს ყველას გააშენა თავისი კრეატიული ეს მუხტი და ეს კრეატიული მუხტი გადასაღებ მოედანზე ყველას უნდა ქონდეს. იმიტომ რომ ეს ჩემი გამოცდილებაც არის, ყოველთვის ყველა საუკეთესო იდეები არის ჯგუფურად დავადებული. გამყოფი ხაზი. სადაც ასევე ოპერატორად გვეუბნება დათო ახმარები და სახეებიც მეორდება.
ხო, გამყოფი ხაზი იდეა იყო ის, რომ როდესაც საერთოდ გადახდის ბოლო დღეს ფესტივალებზე ვაგზავნიდი რაღაცა და პროფესიონალი რევიუები მოდიოდა, ანუ ყველა მეუბნებოდა, კარგია, მაგრამ არ გამოყოფს ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ეს ზღვიდან. ხო, ანუ კარგი არის, მაგრამ არაფერი ისე და რა გადავიღო ისეთი, რაც იქნება ცოტა გამოსაყოფი, თავისი ხო, კონცეპტუალურად განსხვავებული და ერთი მხრივ მესმის. ხო, ანუ კი ძალიან ბევრია ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები და რაღაცა პროფესიონალ ფილმებში რომ მუშაობ, ხო, პირველი ნუ კი კომერციაც ხალხია, მეორე არის, როდესაც ასე გინდა გამოიყო რაღაც მოქმედის უნიკალური შექმნის, რომ აი რატო ილაპარაკოს ადამიანი შექმნისა და იყო ეს იდეა, გამყოფი ხაზის იდეა, რომელიც ძალიან ადრე მქონდა როგორც ჩაკეთებული როგორც ანიმაციური ფილმი და მე როდესაც გადახდის ბოლო დღეზე ამ ჯგუფთან ვიმუშავე, დავწუნდი რომ შეგვიძლია ჩავეჭიდოთ ამ კონცეფციას უკვე live action-ში, ხო, რეალურად. ვუთხრათ მაყურებელს რომ კონტრასტია ნაჩვენები ამ გამყოფი ხაზით, ხომ? და აქაც სოციალურ თემატიკაზე ვსაუბრობთ კონკრეტულად ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე და მოდი მოგვიყევით მოკლე სინოფსისი ნახოთ. მოკლე სინოფსისი იმაში არის, რომ ქალი პოულობს საკუთარ თავში ძალას, რომ თავი დააღწიოს მოზალდე ქმარს და B ქალი არ პოულობს ძალას საკუთარ თავში, რომ თავი დააღწიოს მოზალდე ქმარს. ეგ არის იდეა ფილმის და როდესაც ფესტივალებს ვაგზავნი, ეს ორი წინადადება არის ერთი ეგრე, მაგრამ ერთი კი, ერთი არა, ხო და დანარჩენი უკვე ფილმია. კი, და ჩვენ ვსაუბრობთ აქ პირად საუბარში ფესტივალებს აქვთ თავიანთი პირობები. და მით უმეტეს აი ამ კონკურენტუნარიან გარემოში, სადაც ძალიან ბევრი განსაკუთრებით მოკლემეტრაჟიანი ფილმის წარმოება ხდება. როგორია მათი პირობები და როგორ ადაპტირდებით თან ამ პირობებთან და თან ამ საავტორ ნარატივსაც არ კარგავთ, საინტერესო. ხო, ეგ კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ აი ამ სფეროს მანიპულაცია თავის ხელოვნებაა, ხო? იმიტომ რომ აი როდესაც ფესტივალზე აგზავნი, თავი რომ დავანებოთ, რომ უფრო ასე ვთქვათ, უმცირესობებს აწვევიან, რომ აი კინოში იყოს მეტი, ასე ვთქვათ, ქალი, მეტი ფერადკანიანი, მეტი იმიგრანტი, ესეთი რაღაცები, ხო, ეს გასაგები არის, მაგრამ ასევე თემატიკას, ხო? ანუ თემატიკას რას ეხება, სოციალური თუ არის ფილმი. იმიტომ რომ ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ანუ ძალიან ბევრი იღება. ანუ რამდენი ვიცით და რამდენი კიდე არ ვიცით, ხო? ანუ ეს სხვა არის და მე მესმის ფესტივალებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ აი რაღაც უნიკალური გამოეწვიო, რომ ეს ერთი მხრივ, ასე ვთქვათ, აკეზებს პროგრესს იმ მხრივ, რომ კრეატიულობს. ხო, აი მაგალითად მე მიმიბიც გამან, რომ გადამეღო ასეთი ფილმი. ამდენ ახლა კრეატიულია და წარმატებულია ეს უკვე მაყურებელზე, მაგრამ ხო, ანუ მე ამ პირობებმა მიმიბიც გარო, აი ასეთი რაღაცა მომეფიქრებინა და გამეკეთებინა. ხო და ეს ვიღაც სხვა რაღაცაზე და ნუ ეს უკვე ასე ვთქვათ, შეიძლება უფრო ამაში რაღაც სიმართლე ვიპოვოთ ახალი, რაც თვითონ ხელოვნებას გამოადგენდა. კი, საინტერესო. სამომავლო გეგმებზე რას გქონდათ? ხო, სამომავლო გეგმები, ნუ ასე ვთქვათ, მთა არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ხო? ანუ აი, იმიტომ რომ საერთოდ ინდუსტრიაში ასეთი არის, რომ მილიონი მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეიძლება გადაიღო, მაგრამ ამას ყოველთვის იმას ამტკიცებ, რომ შეიძლება მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება. ანუ ასეთი გაყოფა არის და ასეთი სტერეოტიპიც არის. ეს სტერეოტიპია ჩვენ ამაზე თეთრ კვადრატშიც გვისაუბრია, ნაკლებად მნიშვნელოვან ფილმებად არ უნდა მივიჩნიოთ მოკლემეტრაჟიანი კინო. ეს ტენდენცია იცვლება და ცნობიერებას მახვდება საზოგადოებაში და გვიხარია. ისიც მნიშვნელოვანია, სრულმეტრაჟის მნიშვნელობა, თქო ქრონომეტრაჟია განსხვავება და ეს არაფერს არ იცვლის. მნიშვნელობის თვალსაზრისით. კი, აბსოლუტურია და თან ეს რაღაც არქაული მიდგომა, ხო, რაღაც ძალიან ბევრი საერთოდ ხელოვნებაში მეტად, როდესაც ისტორიული კონტექსტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ხელოვნებაა, თავისთავად ასეთი არქაული შეხედულებები არის, რომელიც ახალ თაობებთან ერთად შეიცვლება, მაგრამ ნუ ვერ გავეცემთ, არის ასეთი სტერეოტიპი, რომ მოკლემეტრაჟიანებს თუ იღებთ, შეგიძლია მარტო მოკლემეტრაჟს უნდა, ანუ ხო, იარლიყვითა თუნდაც ასე ვთქვათ, ნაკლებად წარმატებული იყოს სრულმეტრაჟიანს რო გადაიღებ, ეგ უკვე სხვა პრინციპია რა, ანუ სხვანაირად გიყურებს, თუნდაც ინდუსტრია, თუნდაც ყველა და ანუ თავისთავად მსურს რომ ნელ-ნელა უკვე ჩავეჭიდო სრულმეტრაჟიანს და ეს თავისთავად თავისი გამოწვევაა და ნუ ეს მაინტერესებს და ანუ ეს სათხარო სრულმეტრაჟიანს ძალიან დიდი მადლობა მეუძრო მიყავით ჩვენი სტუმარი ორ ფილმზე ვისაუბრეთ გადახდის ბოლო დღე და გამყოფი ხაზი ორივე ფილმის ნახვის საშუალება ექნება დღეს ჩვენს მაყურებელს თეთრი კვადრატის დასრულების შემდეგ სატელევიზიო პრემიერები ხო ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ წარმატებას გისურვებთ ნავი კავშირით
ასეო დიდი მადლობა.